ჩვენი სამებაღეო სეზონი შევიდა ყველაზე აქტიურ ფაზაში, დიდი სამსადისი გვაქვს სათბურებში, ერთი შეხედე რა ხდება, როგორი ამოსულია ჩითილები. შეხედე ეს სულ ყველა სათითაოდ უნდა გადაირგას, ნახე? სათითაოდ სულ ყველა ამოირგვება ეხლა და წავა ქოთნებში. რეჰანმა რა ქნა, ნახე? ამაში ეს ცოტა გასამარგლია. გასამარგლია ხო სარეველა ურევია, შეხედე? აი, რა კარგია. აი ზაფრანაც უკვე გადასარგავად ემზადება. ხარისკულა შევახედოთ. აი ხარისკულა და ჩერი პომიდორი. ქოთნის ჩერი როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივე პომიდორია. ორივე და ესეც ახლა სათითაოდ გადაირგვება, ნახე რა სამუშაო გვაქვს წინ და ხელი არ ყოფნის. ვერაუდივართ რგვას, ძალიან მოძალებული გვაქვს საქმე. აგერ ამოსულა ბარამბო ზურა, ნახე რა ამოსულია დედ და რა მოკუჩებულია. ბარამბოს მართლა კარგი სურნელი აქვს. სასწაული მცენარია, ბევრ რამეში გამოიყენება ბარამბო. ამას შეხედე აგერ რა ამოსულა. ეს მორცხვი მიმოზაა, ნახე რა ქნას ახლოდან უნდა ვაჩვენოთ ძალიან. შეხედე ფოთლებს როგორ ხუჭავს. აი ხუჭავს, თვალებს რამდენი სარეველა ამოსული. მაგრამ ამოსაცლელია. თესლის გაყიდვა ჩვენ უკვე დავიწყეთ, ხარისგულას თესლი იყიდება თუ კი ჩითილის გამოყვანას თვითონ აპირებთ. არა მხოლოდ ხარისკულა. არა მხოლოდ ბევრი თესლი გვაქვს, აი შეხედე იქით რამდენი რამე გვაქვს. თუ ოხრახუში, რეჰანი, საფრანა, უცხოსუნელი, კიდე აქ რა არის? შაშკლავი, ქინძი, კამა, ნიახური, მჟაუნა, მოკლედ მთელი სალათა. პირდაპირ სალათა შეგვიძლია დავჭეროთ. ხო და ამ ყველაფერს მე ამ ჩითილებს ეხლა უკვე სათითაოდ ასე ვგავთ პატარა ჭიქებში. აი ნახე. ეხლა ეს დალაგდება და უკვე გამზადდება 1-10 დღეში მზად იქნება. საგვიანო პომიდორები ნახე როგორ მოდის. აი. შუშა აფარია ჯერ. ნახე, ამას შეუდგამთ აქ პატარა ქოთანს რომ საჰაერო კონდეს. აი ნახე, აქეთაც ნახე. აი. ეს უკვე შემდეგი წება. ეხლა პირველი დარგვა დაირგვება. პირველი უკვე დარგულია, მეორე წება ახლა მოყვება და მესამე უკვე დათესილია და მეოთხე ითესება. აი ესე მონაცვლეობით რომ სარგავი ერთად არ მოგვაწვეს და ისედაც ვერაუდივართ ხელი არ ყოფნის. ძალიან გვიჭირს ეხლა ხელი რომელიც დარგვაში მოგვეშველება. ძალიან გასაჭირი გვაქვს ეხლა ხელის. თესლების გაყიდვა უკვე დავიწყეთ და ბაღის ჭიშკართან უკვე დახზე იყიდება. პომიდორის ჩითილის გაყიდვას დავიწყებთ 17 მარტიდან. მანამდე ჩითილს ჯერ დრო ჭირდება და ვერც დარგავთ ჯერ ადრია გარეთ დასარგავად. ვის რა სიმდიდრე აქვს? ჩემი სიმდიდრე ეს თესლებია. ნამდვილი, ქართული, გამოცდილი ჯიშები. ამას რომ ვლაპარაკობ, ტყვილ არ ვამბობ ამას. ეს არის ის ოქროს ფონდი, რომლითაც მერე ყველაფერი დანარჩენი დოვლათი, ბარაკა, ნამდვილი გემო, ნამდვილი ქართული გემო. რომ ამბობთ იკარგება, იმიტომ იკარგება, რომ ამ თესლებს აღარ ვინახავთ. თუ მებაღეს აქვს თესლი, დანარჩენი ყველაფერი იქნება. ჩვენი მთავარი სიმდიდრე, მებაღეების სიმდიდრე არის ეს თესლები. თუ ეს თესლები გააქვს შენახული, მომარაგებული, გამშრალი, მაშინ ყველაფერი გამოვა. მე არ ვაგროვებ სხვა თესლებს, ზურა მიცის, აი ასე კილებში ვინახავთ. 3 ლიტრიან დიდ და 5 ლიტრიან დიდ კილებში, თხელი, შუშის, მინის კილებში მშრალად. ნახე ზურა როგორი თავი აქვს, რომ იცოდეს მაყურებელმა და ბნელოთ ახში, რა თქმა უნდა, მთელი ზამთარი. ესეთი დაცული თავი აქვს, რეზინიანი თავი აქვს. ნესტი რომ არ ჩავიდეს. მაგრამ სანამ ჩავყრით, კარგად ვაშრობთ, რომ დანესტილი არ ჩავყაროთ და უკვე კარგად დახუპულ თავიან კილაში შიგნით არ დაობდეს და თესლი არ გაფუჭდეს. ეგ კილა კიდე იმას უწყობს ხელს, რომ თაგვები ვერ მიუდგებიან. გარედან შემოუვლის წრეს და წავა ვერ შეჭამს. ძალიან ემტერება თაგვი, ძალიან. ამ კაი თესლებს განსაკუთრებით ეს სიამოვნება რატომღაც ეს კაი თესლები თუ კაი ხარისხისა ერთი წიწაკას და ბულგარულს არ ეკარება დანარჩენს ყველაფერს ჭამს ეს ის ნამდვილი მშრალი გოგრა ჩქინობრა მეგრელები რო ჩქინობრეს ეძახიან და სინამდვილეში რომ აი ნახე სანახავათაც რა სილამაზია შეხედე ასე უკვე დაფასოვებული რა თქმა უნდა პაკეტებში მაგრამ აი ეს სანახავად ამ პატარა რედროებით აი სანახავია და მე ძალიან ამაყივარ რომ ვახერხებ ამ ქართული ჯიშების შენახვას და შენარჩუნებას. აი ხარისგულას თესლი როგორაა გამშრალი ნახე რა კარგია. აი ჩემთვის ოქრო. ზოგჯერ ოქროზე მეტიც. ნახე ნამდვილი ღომი მაქვს კიდე აქა. აგერ მოდია. აი
რა კარგია. ახლა ეს ის ნამდვილი გიშერა ლობიოა, რომელიც დაბალი რომ არის და უფხო. 7 კვირას რო ვეძახით, 7 კვირაში დათესვიდან 7 კვირაში უკვე იკეთებს ნაყოფს. მე სულ ორ ჯიშის ლობიოს ვეფოფინები და ვუვლი. ერთი არის ნამდვილი გიშერა, აი ეს დაბალი და საადრეო, რომელიც არაფრად არ ვარგა მარცვლად, მაზუთივით გამოდის მოხარშული და ცუდია, მაგრამ საუკეთესოა ნედლპარკად. და მეორე ის ჩვენი გურულა ლობიო, სარის ლობიო, რომელიც პარკათაც კარგია და მარცვლად ხო საუკეთესოა. 9 ლიტრიან კილას რომ მოხარშავ, მთელი ქვაბი ივსება. გურულები იტყვიან, კარგი გართვა აქვს.